პირველი, აი თუ არ მიიღებთ, მე მაინც ვიტყვი და ძალიან გთხოვთ, სიყვარულით გთხოვთ, დამტოვეთ ჩემს უფლებებში, კარგით? სამყარო გააჩინა ღმერთმა, ამ წმენაზე ვდგევარ მე ახლა, ღმერთმა და უფრო ღრმავდება ეს. სამყარო გააჩინა 7 დღეში, მე 6 დღეში, მე 7 დღეს დაისვენა. შემდეგ ჯერა ყველა სასწაულებისა, რაც ბიბლიაში არის. ჯერა ადამიანის გაჩენა მიწიდან, მეც მიწიდან ვარ აღებული და ის 17-16 ქიმიური ელემენტი, რაც დედამიწაში ადამიანშიც არის. მე მჯერა ქალის გაჩენა ნეკნიდან, მე მჯერა რომ ისინი კონტაქტობენ აკუსტიკური მეთოდით, რომ ადამი და ევა ჩვენი წინაპრები პირდაპირ ლაპარაკობდნენ, როგორც მე თქვენ გისმენთ და მე თქვენ მისმენთ. აი ეს დაიკარგა. მე მჯერა რომ სამოთხეში შეცდომა იქნა დაშვებული და თავისუფალი ნებისა გამო ევამ გამოვიდა ღმერთის ურთიერთობიდან, გამოერთო, ამას ქვია ცოდვა და მე მჯერა ცოდვის ობიექტიურობისა. ობიექტურად ცოდვა არსებობს და მას მერე კაცობრიობამ გადაგვარებას გზას დაადგა, როგორც გენეტიკურად, ისე ყველანაირად. მე მჯერა რომ იყო წარღვნა და გადარჩა 8 კასული. ეს 100%-იანი რწმენა. მე მჯერა იესო ქრისტეს განსხეულებისა. მე მჯერა რომ იგი სული წმინდის ჩასახვით მოვიდა და მე მჯერა მისი როგორც ადამიანური ბუნებისა, ისე ღმერთის ბუნებისა. 100%-ით ადამიანი, 100%-ით კაცი. მე მჯერა ის რომ აღდგომა არის. მე მჯერა რომ სიკვდილი დაამარცხა იესომ, ჩემი ცოდვები გამოისყიდა და აი ეს გაგვახარა ჩვენ და ახალი აღთქმა რომ დადო ადამიანებთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სიკვდილი აგვარიდა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ქრისტეს ვიწამებთ და გარდავიცვლებით ქრისტეში წმინდა არა მღვდლებთან სირბილით, სანთლებით, ხატებით და ასე შემდეგ. მე არ მჯერა პასტორებისა და რომელიღაცა მღვდლებისა, ისინი შეიძლება გვატყუებდნენ, მაგრამ სამაგიეროდ ჯემა ბიბლიისა და ბიბლიაში მოწოდებული ყველა იმ მოციქულებისა, რომლებმაც ქრისტესთვის თავი დადო. მათ რიცხვში იყო თითქმის ყველა მოციქული მოწამებრივი სიკვდილით მოკვდა. ამან სამყარო გადაატრიალა, მოდიდან უნდა იჯერებთ. თუ არ გვიჯერა ქრისტესი, მაშინ სოფლემ ხელი უნდა აიღოს დიდი ხნის ჩვენ მანიპულაციაზე და ტყუილებზე და დღესასწაულებენ ბრწყინვალე 2 დღეს ასწავლოს. ეს არის პიროვნება იესო ქრისტე სამებისა. მე მჯერა სამებისა, მაგრამ არ ვიცი მისი ბუნება, ჩემი ბუნება მას ვერ წდება, ვერც ეკლესიურმა ისტორიამ ვერ დაადგინა რა არის და როგორ არის ეს და ხელი აიღეს, მაგრამ ნამდვილად არის სამება, ერთი, სამი სახით. ამას იკვლევდნენ ეკლესიის ისტორიაში დაწყებული ავგუსტინიდან, ვერაფერი ვერ გაიგო. მოდით რწმენას დაუტოვოთ ეს და ერთ ჩვენ დღეს ჩვენ ამას ღმერთი გაგვაგებინებს. მე მჯერა ის რომ ადამიანში ცვლილებები ხდება მხოლოდ ღმერთით, სასწაული ხდება, შეიძლება წყალზეც გაიაროს კაცომ და გრავიტაციის კანონები დაარღვიოს იმას, ვინც დააწესა. მხატვარს შეუძლია თავისი ნახატი ცვლილებები შეიტანოს, ან წაშალოს ხელახლა გადახატოს. მარტო მას აქვს უფლება, სხვა ვერაფერს ვერ გააკეთებს, ცვლილებებს ვერ შეიტანს ვერამე რემბრანდტის სურათში. ამიტომ ღმერთს ჰქონდა უფლება და აქვს კიდევაც მისი ესე შექმნილი სამყაროში მოეხდინა ზებულებრივი სასწაულები, როცა ამას ჩადურდა საჭიროდ და რაც გააკეთა ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, რაც გააკეთა 40 წლიანი ხეტიალის დროს და მანანა უგზავნიდა ხალხს. მე მჯერა ყველაფერი ესენი და ჩამოვედით იესო ქრისტემ და მე უკვე მჯერა ქრისტესი, რომ მეუნება უნდა დაიბადო, თუ არ დაიბადები, აი აქვე შენ ვერ შეხვალ სამოთხეში. მე კი არ მინდა სიკვდილი, როგორც ყო არც ერთ ადამიანს და არც იმისთვის მოსულა ქრისტე, რომ თოფებით შევიარაღდეთ და ყველა ჩვენი დაწუნებული მთავრობას ვეომოთ. მე მჯერა ღმერთს და ამიტომ ველოდები მას. მე მჯერა აბსოლუტისა თუ აბსოლუტო არ არის ნეობას აზრი არ აქვს და მაშინ ყველაფერი გამართლებულია. აი აქ ასე დაიყო ორი შეხედულება, ერთი რომლებიც მე ვთქვი რომ ამას აღიარებენ, მეორენი რომ ღმერთი არ არის. ეს მოდის ბიბლიიდან, კაენის და აბელის შტო. არაფერი გასაკვირი აქ არ არის და მე მგონი სახჭკუაზე მყოფი ადამიანი ან ერთ პოზიციაზე უნდა იყოს, არ მეორეზე. ორივე პოზიციაზე ერთდროულად არ ვიქნებით. ან ერთი ლოგიკის უნდა ხელმძღვანელობდეთ და ვეცნებდეთ სამყაროს, ან მეორეთი. ვინც დადგა მატერიალისტურ მხარეზე, შესაბამისად მატერიალური ლიტერატურა, მატერიალური მწერლობა, ფილოსოფია, მეცნიერება. ვინც დადგა მეორე მხარეზე, შესაბამისად ასეთივე მეცნიერება, ლიტერატურა. აი ეს ორი მოდის შემოკარგებო დღეს. ამის ბრძოლა არის დღეს დედამიწაზე. და დედამიწის მე მჯერა რომ იქნება აპოკალიფსი, მე მჯერა რომ იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა, მაგრამ არა საქართველოში და არა ქართულ ენაზე. ეს ქართლის ბოდვები არის. მაპატიონ ქართველებმა ზედმეტად აი ესეთი ნარცისისტული კომპლექსისათვის. მე მჯერა რომ 1000-სლოვანი სამეფო აი ეს სიმშვიდე დედამიწაზე იქნება ქრისტეს მეფობით. აქ ყველა პრობლემა გადაიჭრება და თუ მე მჯერა რა დამჩენია მე ან უნდა მივიღო მაცხოვარი, ან არ უნდა მივიღებ. თუ არ მივიღებ, მაშინ აქ გამოსავალი აღარ არის, უნდა რევოლუციები მოვაწყო, მერე სიკვდილი, მერე სიბერე და გაურკვევლობა. მე დამჩენია მივიღო ის ვარიანტი, რომ სიცოცხლე არის.
ახლა არ გინდათ ამის შემოწმება, მარტო ეს დაჯერება არ კმარა. აი ეს შემოწმდა, თუ ჩემი ინტელექტი არ გაწვდა ამას, ხელი მოკიდა ისეთ მოაზროვნეების შესწავლას, რომლებიც ამ თემას იკვლევდნენ და არა ნაკლებ ჩვენზე. ყველა უდიდესი მოაზროვნე, რომელიც თანამედროვე მეცნიერები დაჯდნენ ახლა და ეს წიგნი მოთავსებულია, გამოცემული 2000 წელს, რუსულ ენაზეც არის, ინგლისურად ხო არის და არის. ყველა საუკეთესო მეცნიერები თანადროულისას ცემენ 20 მარადეულ კითხვაზე პასუხს. 80% იძახის, რომ სიკვდილის მერე სიცოცხლე არის. თუ სიკვდილის მერე სიცოცხლე არის, უნდა გავარკვიოთ სად როგორ და ყველაზე კარგად ამას ბიბლია გვეუბნება და იესო ქრისტე. თუ ერთ ნაწილში უჯერებთ იესო ქრისტეს, მაგალითად მორალის საკითხში, რატომ არ უნდა დაუჯეროთ მეტაფიზიკურ საკითხში? რო გვეუბნება, რომ აღდგომა არის. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ეს არის მკვდრების რელიგია. არასოდეს მას სიხარული ამას არ ასწავლის ადამიანებს და ამიტომ არის აგრესიულები. მან ძალაუფლება არის. ქრისტიანობა არ არის ძალაუფლება. ქრისტიანობა არ არის ეკლესიაში წანწალი და გამუდმებით ჩამოეკიდე ფართუკზე მკვდელს და აბა მკვდარი გამინათლე და აბა მით უმეტეს მკვდარი რომ მოკვდება, არავითარი ნათლობა იმას აღარ უნდა. ერთს განათლება აკლია და ახლა კი აკლია ცოტა ბიბლიური განათლება. მანამდე განათლებული ერი, რასაც აძლევდნენ, ნათლებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ადამიანები სულ ყველა განათლებული არის და საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა არის დიპლომებით, მოგეხსენება თუ დიპლომო სასიძო, მთელი სოფელი დაძლევს ბიჭიკოს, რამენერად ინსტიტუტში მოაწყონ და ქართველი ერი ტყივნელად აღიქვამს თავის შვილის უსწავლელობას და ტყავს გაიზრობს, მაინც ინსტიტუტში გაუშვებს. ამიტომ ეს სწავლა, რასაც აძლევენ, ქართველი ისრუტავს ყველაფერს. თავარია ასეთ გულწრფელი ერთს, როგორც ქართველია, რასაც ჩაზახებ, იმას ამოგზახებს. საქმე იმაშია, ვინ გვასწავლის, რას გვასწავლის და საიდან მოდის ეს სწავლა. მე მჯერა იმის, რომ სატანა არის და არის პიროვნება. მე მჯერა იმის, რომ სატანა ჯერ არ დაბორკილა და ფარფაშებს, აქედან არის კონფლიქტები. მე მჯერა იმის, რომ სატანა დაიბორკება 1000 წლიანი კაცობრიობის ისტორიაში დედამიწაზე სიმშვიდე დაისაგვებს. მე მჯერა იმის, რომ ამ 1000 წლიანი ისტორიაში ჩვენც მოვალთ. მე თუ ეს არ მჯერა, სიცოცხლის ფასი აბსოლუტურად არ აქვს, სადაც გინდათ წადით, გინდა იცოცხლეთ, გინდა ფულის გონათ, გინდათ არაფერით. აი ამ რწმენას ვიმეორებ, ლოგიკური გამაგრება ჭირდება და ფილოსოფიური განათლება და არ ყვარა მარტო ფანატიკური რწმენა და იყვიროთ კაცმა მემწამს წამს. იმიტომ რომ კითხვაზე პასუხები უნდა გაიცეს. ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, თუ დამაჯერებელი პასუხები ექვემდებარება ლოგიკას, სიყვარულს, აუცილებლად გაიგებს, ჯიუტი არავინ არ არის. საუბედროდ ქართველს არ შეუძლია, ლაპარაკი არის იმ ქართველზე, ვინც დღეს ამ ავანგარდში ზის და ჩემულობს, თქვათ პატრიარქის ჩათვლით, რომ ეს არის ღმერთთან მავალი კაცი და ვერაფერი ვერ გააგებინა ერთსა, ვერც იმისა რომ ღმერთი არის, მარტო რიტუალებით შემოიფარგლება, მარტო გარეგნული ეკლესიების აშენებით, ეს საწყალი ხალხი შეცვიდა მან და ტრაგედია ტრაგედიაზე მოდის. ასეთი ეკლესია ჩვენ დიდი ხანია დავანგრიეთ მე-19 საუკუნეში. აბა რა მოიყვანა ათეიზმი? თუ ყველა ქრისტიანი იყო ქართველი ერი, ძალით როგორ შეიძლება ათეისტი გახადო ადამიანი? ათეისტს ძალით ვერ გახდით კაც, აუცილებლად იგი კოცონზე ირჩევს დაწვას, ვიდრე ათეისტი გახდეს. იმიტომ რომ ქრისტეს ღალატი ჯოჯოხეთი არის. ქრისტესთან სიკვდილი სიცოცხლე არის. იმიტომ რომ პავლე ბრძანებს მაგას. უკვე მე რო ცოცხლობ, მე აღარ ცხოვრობ. ჩემში ქრისტე ცოცხლობს და მე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედიო. პავლე რომ უდიდესი ფიგურა არის, ამას მტკიცება არ ჭირდება. ისტორიამ პავლე შემოინახა და არა უამრავი ადამიანები, რომელიც დედამიწაზე იყო, ხო? ასე ისტორიამ აბრაამი შემოგვინახა და 1600 წლოვან ისტორიას გაუძლო. 1600 წელი წერებოდა ბიბლია 40 თაობის განმავლობაში. ასე რომ ეს რო შემთხვევითი წიგნი იყოს, არ შეიძლება ჩვენამდე მოსულიყო და არ არსებობს წიგნი ასეთი მასშტაბით დაიბეჭდოს და ყველა ენაზე. მარტო ბიბლია ასეთი. ამას ტოლსტოი დაუდევს მხოლოდ პლატონის თხზულებები და შესაბამისად ოდისეა ჰომეროსისა. ბიბლია პირველობს. როგორ სულ გამოგვაჭუკა კაცო ვიღაცა მაპატიეთ გამოთქმაზე ყველა იტყუება? ესე იგი ჩემშია პრობლემა, მე უნდა ვიკვლიო საგანი და თუ თქვენც ყველა თქვენთაგანი, ჩვენთაგანი ამით დავკავდებით, წაგებით არაფერს არ წავაგებთ, მოვიგებთ კი მოვიგებთ. ღმერთი კი ყველაფერს დაალაგებს. პირველი ჩვენში უნდა მოხდეს დაალაგება. ჩვენა ვართ შეწუხებულები, არ ვიცით რატო ვართ ზოგი საზღვარგარეთ და იქ არის შეწუხებული, იქეძებს ადამიანებს ხომ? ხო, საზღვარგარეთ არ გაბედნერებული ავსტრალიაში ადამიანები და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიხვდნენ მაინც ეს გონიერი ხალხი არის და მიხვდნენ რომ საზღვარგარეთ გაბედნიერება არ არის. უბრალოდ იძულებისა გამო გადაყრილი ეს ხალხი, იძულების გამო, სადაც იქ აუყარეს გუდანაბადი და მართლაც ახლა ადამიანი ხوار დაჯდები და გულზე ხელ დაიკრებ და მოკვდები. ეს არ არის ესეთი რწმენა ღმერთს არ უნდა. გადახეტიალდი აბრაამიც ხეტიალობდა და მიატოვა თავისი სამშობლო, მაგრამ არა პურის საშოვნელად, არამედ შეწუხებები ქონდა მას სულიერ ინტელექტუალური. ასეთი ქართველები საბედნიეროდ არის და მე არ ჩამიქნევია ხელი და მე რა უფლება მაქვს ხელი ჩავიქნიოთ და გამოუტანოთ წირვა და არიქა ჯოჯოხის წავა ყველა.
ღმერთი მუშაობს მეგობრებო. აგვაცილა კატაკლიზმები, აგვაცილებს ამ კატაკლიზმებსაც. ხო, მეტნაკლებად თუ მე გავიგე, თქვენ გავიგეთ, აგერ ამდენი ვართ უკვე და გავიგეთ და უგებთ ერთმანეთს, გაფართოვდება ეს ღმერთის იმათ თუ მეტად ჩვენ კერპებს დავამსხვრებთ. როგორიც არის მაგალითად სამშობლოს სიყვარული. სამშობლო იმთავითო ვიმეორებ უნდა გვიყვარდეს. ამას მტკიცება ეს უხერხულობის განცდას იძლევა, მით უმეტეს ქართველს არაფერი არ შეუქმნია. მაშინ რა დააშავა იტალიელმა, ფრანგმა, არანაკლებად სატრაბახო აქ მაგერს. იტალიელმა ბერძენმა რა უნდა გააკეთა? მაშინ ბერძენმა უნდა საერთოდ ხმაურმა ამოვიღოთ ბერძენთან. მთელი ბერძნული ევროპული ცივილიზაცია ბერძნულ ფილოსოფიაზე ზის, ხომ? რა დააშავა საფრანგეთმა, საფერწერა, დანიამ რა ქნა, კაცო ერთი საუკეთესო კაცი მაინც შოა, იმან სხვა თუ არაფერი, სორენ კირკეგორი ისტორიაშია ცნობილი. ასევე გაბნეულია ეს ინტელექტები და ღმერთი სადვის გააჩენს, ეს მისი პრეროგატივაა. ჩვენ უბრალოდ ზედმეტად ვინაც შემოგვიტანა, ეს ცალკე საკითხია, მიგითხარით, სატანა არსებობს, პიროვნება, ზედმეტად ინფანტილური და ზედმეტად თავმოყვარე და ზედმეტად ვაფასებთ ჩვენ თავს. ჩვენივე თავის შემფასებლები ჩვენვე ვართ. და თუ კითხვას დაუსვათ ადამიანს, აბა როგორი ვარ მე, ყოველთვის ველოდებით პასუხს კარგი თქვი, თორე არ ვიცი რას გიზამ. თითქოს და ჩასაფრებული აქაც სატანა და სტუმარს არ მახსოვს, სტუმარს ეთქვას რომ თქვენ ცუდი ხართ. ყველა სტუმარი იძახის რომ ჩვენ გადასარევი ერი ვართ, ჩვენაირი ბალახი არსად არ არის, ჩვენაირი ხილი არსად არ არის, ჩვენაირი ტანსაცმელი არსად არის, ჩვენაირი სტადიონი ფეხბურთის მსოფლიოს არ აქვს. ამას ქართველი აიტაცებს და იძახის, აი მე კი არა ვთქვი ამერიკელმა. შენ ის ამერიკელმა გულწრფელად გითხრა, ეთიკოსია ისა. ეთიკის წარმოადგენელს დილობენ და განათლებული და არანაირად არ გაგაკრიტიკებს შენ, იმიტომ რომ შენი კრიტიკა შენვე უნდა გააკრიტიკოს შენი თავი. განა თქვენ არიცით როგორია ჩვენი სტადიონი? სოფლიოში ხლა პირველი სტადიონი ჩვენა გვაქვს თუ სოფლიოში ყველა ნაგებობაზე უკეთესი მარტო ფილარმონია არის. ასე რომ ეს ქართველის ზედმეტად აი ესეთი ინფანტილური ბავშვის ცნობიერება გქონდა. ბავშვს ყველაფერი მოწონს, ქვას მისცემს, სათამაშოდ ჩათვლის. სათამაშოს მისცემ უფრო უკეთეს, იცი ქვა მაინც ენანება რო დადოს. ასეთია ბავშვის ბუნება და ჩვენი ერი ცოტა ინფანტილურში დარჩა. მაპატიოს ერმა არაფერი ცუდი არ არის ბავშვობაში, მაგრამ გაზდაა საჭირო. ჩვენ გამზრდელი მივატოვეთ და იმიტომ არ ვიზდებით. გამზრდელი კი არის ღმერთი. ამას უთხარით ჩვენ ვარი და ჩვენ რომ მაიმუნი დავსახეთ წინაპრად, იმიტომ მაიმუნოთ მთელი მსოფლიო ისტორიის მანძილზე. ახლა ხომ დააკარა ზარებმა და აი თქვენი სახით არც ამაქვს უფლება მე, გინდა თუ არა გიმტკიცოთ, ეს არის სწორი. მე გეუბნებით, მე ესე ვხედავ და ჩემი ამ ხედვით თქვენ ზიანი არ მოგეყენებათ არანაირად. ჩემი სახით თქვენ მტერი არასოდეს არ გეყოლებათ. არასოდეს არ გამოგეკიდებით თქვენი სხვა აზრებისთვის. არასოდეს არ დაიჯებით ჩემი მხრიდან იმისათვის რომ ასე არ აზროვნებთ. და არასოდეს ქრისტიანები არავის არ დაძდევდნენ. თუ იყო ქრისტიანების ომი, იყო ფსევდოქრისტიანების, ფსევდოკათოლიკების. ნამდვილი ქრისტიანები არის პირველი საუკუნე. ჩავიხედოთ და ვნახოთ პავლეს დროს ბიბლიაში ქრისტიანები დაძდევდნენ თუ ქრისტიანებს დაძდევდნენ. ქრისტიანებს დაძდევდნენ მისთვის რომ სიყვარულს ატარებდნენ და განსაკუთრებით ღმერთის სიყვარულს. როცა ღმერთის სიყვარულს ხადაგებს ადამიანი, სატანას არ მოწონს ეგ, იმიტომ რომ სატანა განწესებული არის იმისათვის, რომ ეს ქვეყანა შეგვაყვაროს. ქვეყანაში რო შეგვაყვარებს, მეტოქეობა მიდის, ომიც მიდის. ღმერთს რო შეიყვარებ, ამ სამყაროზე ვარს იძახი, როგორი გაგებით, კმაყოფილდები იმას, რაც გაქვს. აქედან კონფლიქტი გამორიცხულია. ამდენად ქრისტემ თქვა, მე არ მოვსულა რომ რომის იმპერია განთავისუფლოთ ისრაელო ხალხო და გააოცდნენ, ელოდებოდნენ მესიას, მიწიერ მესიას და აერიათ ტვინი ვერ შეიცნეს ქრისტეში, რომ პირველი ნაწინასწარმეტყველი რაც ბიბლიაში იყოს, პავლესაც კი მოუვიდა ეგ შეცდომა, ღმერთის სიყვარულით ქრისტიანებს დაძდევდა, სანამ დამასკოს გზაზე არ მოხვდა ღმერთის მუშტი, ასეთი მეტაფორას ვიხმარ და უთხრა, რატომ დევნი საულმე, გაგიჭირდება მათრახით აიცენა. ეს სწორი იყო შემოყარება, მას მერე პავლეს უდიდესი განათლებული კაცი იყო, ზნეობრივად შემოტრიალდა და ქრისტეს გულისთვის იგი ეწამა და თავიც დაძდო, თავი მოჭრეს მას, მაგრამ ის სიხარულში იყო. ამ სიხარულმა 12 მაკაცმა რო აიტაცა, მთელ მსოფლიოს მოძდო და მუსულმანობაც მანდედან არის, ბიბლიიდან არის მუსულმანობაც, იუდაიზმი ქრისტიანობიდან გამოვიდა, მაგრამ საწყენი ის არის, რომ იუდაიზმი და ქრისტიანები დღეს მტრებად არიან შერაცხული. იუდაიზმი ქრისტე იმიტომ მოვიდა, რომ ებრაელი იყო, ხომ? ეს პირობითია, ქრისტე ყველას ეკუთვნის და ვერ შეიცნო თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს ის და წარმართებმა, როგორც ჩვენ ვიყავით ქართველები, მე მივიღე. ეს არის პარადოქსი აღწერილია. ეს წარმართობის ხანა გაგრძელდება ვიდრე იქამდე, სანამ ბოლო წარმართი არ შევა ქრისტეში, ქრისტე მეორედ მოვა. მაგრამ არა საქართველოში, არამედ იერუსალიმში და იმ ადგილზე, სადაც ეხლა ომარის მეჩეთი არის. აი დაველოდოთ ამ წინასწარმეტყველებს, ბევრი შესრულდა, ეგეც შესრულდება. ასე რომ მე მჯერა
ბიბლიაში მოწოდებული ღმერთის წერილისა, რომელიც არის წმინდა წერილი და არაფერი ადამიანური მანდ შერეული არ არის. უბრალოდ როგორ წაიკითხავს ადამიანი, რა ინტერპრეტაციებით გაავრცელებს ამას, ეს მათზეა დამოკიდებული. მე კიდე არ უჯერებ არც ერთ ობიექტურად არსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ამახინჯებენ ბიბლიას და თავისი ძალაუფლების გამოყენებისათვის ყველანაირი ცვლილებები შეაქვთ ამაში. მადლობა ღმერთს, რომ ეს ისე გააკეთა, რომ ყველა ენაზე ბიბლია დადო და უმთავრესი რაც მე ვთქვი, ყველა ენაზე დევს. გამოსავალია არის, იმედი უნდა ვიქონიოთ და არ არის ეს ფუჭი იმედი. ეს არ არის პოლიქრონიონის ვარიანტი, ბერძნული სიტყვა არის თუთაშხიადან მოტონილი. იქ ყველაფერი არის გაკრიტიკებული, სამწუხაროდ მგლები ცხრის ტყავშიდაც მოდიან. ეს არის ჩვენი უბედურება, მაგრამ დასავლეთში კოცონზე მგელი ცხრის ტყავში არ დაუწვიათ. ისინი ნამდვილად ეწირებოდნენ ქრისტიანობას და სიყვარულით დებდნენ თავს ქრისტეს გულისათვის. ერთ-ერთი ისტორია იმასაც გადმოგცემს, როდესაც 85 წლის, 90 წლის კაცს ცეცხლზე წვავდნენ უკვე სიბერეში. კიდე უბნებოდნენ ესეთ რამეს, რომ გადათქვი ქრისტეს სიყვარული და გაცოცხლებთ. მთელი 90 წელი მემსახურებდი ქრისტეს და ეხლა ვარი რო უთხრა. ეს სწორი იქნებაო თქვენი ამ მიწიერი სიცოცხლის გულისთვისო. მან მშვიდად მიიღო ეს სიკვდილი რამე თუ რწმენაში ხო და კი არ კვდებოდა. მოიხადა მოვალეობა ცოდვილი სამყაროში ცხოვრებისა და ნამდვილ ცხოვრებაში გადავიდა. ასევე როდესაც იან ხუს წვავდნენ, მოხუცმა ფიჩხი შეუკვეთა. იან ხუსი არ გაბრაზებულა და ამ ქალს ეს ჩაუთვალა იმაში უბრალო მოხუცი, უბრალო რწმენა. ეს უბრალო იყო ის მოხუცი, რაც ჩაძახეს. იმას ეგონა რომ წვავდა კუდიან კაცს. არადა ამ ხალხმა გადატრიალება მოახდინა რეფორმაციის, რომელსაც სულს ეხება. ეს რომ ეს ხალხი რო არ ყოფილიყვნენ, ვინ გაგამხნევებდა ჩვენ ქართველებს დაკეტილი ქონდა ეს განათლება და მარტო ერთი ევოლუციის თეორიით ყველაფერი შემოიტანეს და ხელოვნებაც ამას დაუქვემდებარეს. ჩვენი ტრაგედია ეგ იყო. ეკლექტიკურიც არ იყო საზოგადოება. ეკლექტიკა მე კარგად მესმის, ბერძნული სიტყვა არის ეს და ეკლექტიკოსები იყვნენ მთელი რიგი ფილოსოფოსები. ხო, აი მაგალითად მონტენის ეკლექტიკოსი, ეს უკვე მე-15 საუკუნეა აქეთ. მაგრამ არაფერი არ არის მაშინ ცუდი, იმიტომ რომ იქიდანაც იღებ კარგს, აქიდან ეკლექტიკოსია პოეზიაში რუსთაველის. აი იგი წარმართიც არის, იგი ნეოპლატონიკოსიც არის, პლატონიზმიც არის, ქრისტიანობაც არის. ასევე შეიძლება მოვიაზროთ ყველა. თქო და აღარაფერს აღარ ვამბობ მარქსიზმის საერთოდ არ ვიცი, ყველაფერსგან აღებული აქვს. აი ქრისტიანობიდანაც ბევრი რამე აქვს აღებული მარქსიზმის, მაგალითად ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს. ეს პავლეს იმიდან არის მოპარული და ახლა სხვანაირად არ შეიძლება იყოს სამყაროს ერთი პატრონი ყავს და ზოგს გასწორებული აქვს, ზოგს კიდე უღმართად უყურებს ყველაფერს, როგორც კრიშან ჩანდარის რომაში არის დაყირავებული ხე არის აყირავებულიც და დაყირავებულიც. ზოგი აყირავებულზე მიდის და ნაყოფებს აჭამს, ზოგი თავდაყირა მაში გადის ხეზე და იქ ეძებს ნაყოფს, რომელიც წვდიადისკენ იდგამს შტოს და ფოთლებს. მიწოდებასაც უნდა ნიჭი და არა ის, რომ ადამიანი ვერ გაიგებს. მე არ ვიზიარებ ამას, ადამიანს ესმის, როგორ მომაწვდი. ღმერთის შექმნილი ადამიანი ჩემი რწმენა ისეთია, რომ ესმის, გაიგებს და მე უნდა გავწვალდე, მე უნდა ვცადო, როგორ მივაწოდო. ჩვენ კიდე ვიოლებთ გზას. ვერ გაიგე შენ. აი იმ წუთში გამოაცხადეთ იმნაირად. არ არის სწორე. კეთილინებე და დაიღალე. ასია, როგორც იღლებოდნენ მოციქულები თავის დროზე, დაღეჭილს გვაწვდიდნენ, დაღეჭილი იყო ყველაფერი, ქრისტე დაღეჭავდა ყველაფერს. გარეთაც ლაპარაკობდა, სახშიდაც რო შეიკრიბებოდნენ ერთად სადღაც, გადახურვაში მოციქულებს ცალკე განუმარტავდა. მეგობრებო, ადამიანი ექვემდებარება გაგება შეგანებას, იმიტომ რომ ღმერთის შექმნილია. თუ მაიმუნის გარნო ვარ შექმნილი, ვერაფერს ვერ გავიგებთ. და როცა გვაწვდიდნენ რომ მაიმუნი იყო ჩვენი წინაპარი და ინფუზორიიდან ვიარეთ და მილიარდი წლის მერე შრომის იარაღებისა გამო კუდი დაგვცვიდა, ბეწვები და ასე შემოვეპლაკუნდით ამ დედამიწაზე, აი ეს ახლა მაპატით და ეს არანაირად სწორი არ არის, არანაირად მე მიკვირდა ასეთი მსოფლმხედველობით ეთიკა კიდე რატო იყო შენარჩუნებული საბჭოთა კავშირში მე მიკვირდა როგორ შეიძლება შემომიტანონ ის რომ მაიმუნია წინაპარი და მე იცით რა ვადრეგზელოთ ერთმანეთს და მე უფრო მეტი დაგვისახონ ის რომ უკეთესი მომავალი ბაიცნიერება აღმოაჩენს უკვდავებას სიკვდილის დავამარცხებთ სიკვდილი დამარცხებულია უნდა გაგახაროთ ქრისტემ სიკვდილი დაამარცხა ეგ იყო მისი მოსვლა და აღდგომის ზემი ეგ არის და არა ის კვერცხების კოტრიალის ზეითქვეით კამფეტების მიცვლა მოცვა და მარხულობა რა ჯანდაბად გინდათ მაბატიეთ მარხულობა როცა ქრისტე იწამეთ გინდა ჭამეთ გინდა რა თქვენზეა დამოკიდებული რა მნიშვნელობა აქვს მაგაზე არავინ არ შევა 60-ში შიმშილით არავინ არ შევა კიდე კუჭით
აი ელემენტარული ადამიანს ჭირდება საკვები განაწესა ღმერთმა ესე და ჭამე და ახლა იანი მარხულობით ახლა ვერც ანგელოზი გახდები ვერც ვერაფერი ნახეთ როგორ მაქსიმალურ დონეზე აიყვანეს და ტოტალიტარიზმი ესე იგი ადამიანის მამაძაღლური ნების ტოტალიზირება ხდება ეკლესიაშიც და აქ საფუძვლად თვითონ ქრისტემ თქვა ესე აქეთ მე წმინდა მამები ბიბლია არ ვიკითხოთ და დამსჯელ ორგანიზაციათა უკვე მართლმადიდებლური ეკლესია მეგობრებო ხო არ გაიგივოთ თქვენ ჭირიმეთ ქრისტესთან არაფერი შვაში არ არის ეგ მოახდინა ერთხელ ნიჩსემ და მის და საუბედური საგიჟეში დაამთავრა ცხოვრება მაგანაც არსებული რელიგიური წყობა გაიგივა ქრისტესთან და ერთი და იგივეა ახლა ქრისტე და ქრისტიანობა არა მეგობრებო ქრისტე სხვა არის არ ეხება ასეთ რამეს არანაკლებად უცხო გარემო დახვდა მაცხოვარს როცა ეკლესიაში შევიდა გამოყარა ტაძრიდან ხალხი რამე თუ სავაჭრო დაწესებულებად აღიქვა ის მერე სოლომონის ტაძარი დაინგრა მხოლოდ იმიტომ რომ მასში უკვე ღმერთის დიდება აღარ იყო აქედან შენობაზე რა მნიშვნელობა აქვს სად შეეხება ადამიანები თავარია თავში რა გაქვს და რა გულით მიდიხარ და ვისთან მიდიხარ აი ეს ვერ ისწავლა ქართველმა და იმდენად გამორჩეულია რომ სასწაულია რომ არც დაფიქრებულა რომ მართლმადიდებლური ეკლესია მარტო საქართველოსთვის არის მისაღები და რუსეთისთვის ევროპა და მსოფლიო მართლმადიდებლური აღარ არის დიდი ხანდა არც ყოფილა აი ესეც უამრავი არგუმენტები არის იმისა რომ დაგვაფიქროს თუ დასავლეთი გადარჩება არამართლმადიდებლობით თუ პირიქით არ გადარჩება მაშინ აქამდე რა მოიყვანა დასავლეთი ხო ინგლისი რატო გარბიხართ ინგლისში სასწავლებლად რატო გარბიხართ ამერიკაში რატო გარბიხართ ირლანდიაში საქართველოში თუ გავწყინდება ყველაფერი საქართველოს ერთ-ერთი ბედნიერი ქვეყანა არის კი მაგრამ დავსვათ კითხვა კაცო რატომ ვერ ვკერავთ დასაცმელს დღესაც ქართველიერი ყველამ დაიწყო კერვა ჩინელმაც კი აფრიკელმაც ტანზანიელმა რა ვიცი საიდან არ კეთდება საათს აკეთებს აზიაში ვიღაცა აზიელი საქართველოში არაფერი არ კეთდება არც არაფერს არ აკეთებენ უხარისხო იყო ყველაფერი თუ ღმერთიდან არ ახარ თუ რწმენა გაქვს რომ მაიმუნიდან ახარ მაიმუნური წარმოებას ვაწარმოებდით მაიმუნური იყო ჩვენი წარმოება ჩვენი ფეხსაცმელი მართლაც აი გორილას თუ შეკერავ და უფრო უკეთეს კიდე რა ფეხსაცმელს უშვებდა განთიადი თბილისის განთიადი არავინ რო არ იცმევდა საწყალი მამა ჩემის გარდა და მე და ორ კვირაში უკვე ეს კარდონი იყო გადაიბარჯებოდა ისე რომ ფეხსაცმლით ვერ გაივლიდე თუ უცხოურს არ იყიდიდი საზოგადოებაში მიღებული კაცი არ იყავი თუ ფრანგული არ გეცვა დაბალი დონე ხარ თუ ფრანგული კოსტუმი არ დაბალი დონე ხარ ჩვენ უბედურება მაგაში იყო და ვაგინო ფრანგს და ფრანგის კოსტუმი ჩავიცვა მეგობრებო ვიძახდი მე საქართველოში არა მიყვარს საქართველო და ვიცნობ ისმის ფეხსაცმელებს ახლა მე შეიძლება გიჟი ვიყავი ყველასთვის მაგრამ რატო კაცო რწმენა და პრაქტიკა თუ არ ემთხვევა ერთმანეთს ისე აბა მაშინ გაიხლიჩები ხო და ამაში არ არის მე მგონი საქმე ამა ჩვენ სოფხედულობაშია საქმე სოფხედულობა სწორედ იმის სოფხედულობა იყო საქართველოში რომ ზედმეტად ქართულში ვზივართ ბატონებო აღარ ვაქოთ ერთმანეთი რა ეგ არ ნიშნავს იმას რომ ვაზისხოთ არ არის საჭირო სიმძიმის ცენტრი ინტელექტსაც ყველგან გადავიტანოთ არ შეშვენის ქართულს ერთმანეთის ქება არ არის ლამაზი როცა ვიყვარებთ სამშობლოს ისედაც ვიყვარს არ გვინდა ეს ამის გაუთავებელი ძახილება ლექსებში პოეტებმა ხელი აიღონ პოეტებმა და მე გაუთავებლად არ გავცვლი სასაკლდეებსაც სხვა ქვეყნის სამოთხეზე და მაგრამ რაფაელ ერისთავი რო ადგეს დაიპუტავს ყველა თმეს თუ თმები ექნა ყველამ გაცვალა სალიკლდეები სხვა ქვეყნის სამოთხეზე და პროცენტი იზრდება რაფაელ ერისთავი როგორც პოეტი მკვდარია წინასწარმეტყველება მისი არასრულდა ფსევდო პოეტი ყოფილა ეს ცოტა იუმორით თუმცა ხა სიმართლე ამაში არის აი ეს რწმენა მე ახლა რაც გაგაცანი ჩემეულია ესა და ამას ვავითარებ და თუ ამაში თქვენ რაიმეში გამომიყენებთ და მე პირადად ან გამომადგებით აუცილებლად მივიღებ და თქვენი გულის ტკივილი ჩემთვის ისეთი ნაცნობია მეტი რო არ შეიძლება რატომ გავიარე ეგ ამბავი მამა ჩემი ესეთი ოჯახიდან იყო მეზობლები ესეთი მყავდა ბიძაშვილები ესეთები არიან ღმერთს ვერ მოიღებდი და არც იმის მომხრე ვარ ფანატიკური ღმერთი აფრენდეს კაცი სისხლი გადმოდიოდეს ფრთები ეგ არ დაიჭეროთ გამორიცხეთ ვინც მაგას იტყვის თქვენ წინაშე შარლატანია YouTube-ში არის არჩილის გამოსვლები მე აქ ცეთ ყურადღება აი დააკვირდით თუ თქვენ მანდიდან გაიგივებთ და იტყვით რომ ღმერთი არ არის თქვენ შეცდებით აქვს უფლება ადამიანს გინდა გაგიჟდეს გინდა მოუშვტინოს რა კავშირში ეს ქრისტიანობასთან და ქრისტესთან. როდესაც თქვა ქრისტემ, მოუშვტინეთო. როდის გააფრინა იესო ქრისტემ, როცა წავიკითხე მათე, მარკოზე, ლუკა ეს დოკუმენტი. დოკუმენტი მე არ ამაქვს. არც იმას ვიტყვი, სიზმარში იმას ვხედავ, მეცხადება, დამთავრდა. დამთავრებული ეგ ამბავი. დაველოდოთ უნდა. და უნდა გამოვიცვალოთ ჩვენ შინაგანად. მაგრამ ის რაც ხდება ახლა YouTube-დან მოწოდებული რაც არის, თუ ნახავთ თქვენ, ეს უკვე გაცდა ყველაფერს საზღვარს რა. ასაკში შევიდა კაცი და უკვე შიზოფრენიაო. სწორიც იყო შეფასება, მაგრამ ერთი შეცდომა არ გაიგივოთ ეს კონკრეტულ ისტორიულ პიროვნებასთან, რომელიც იესო არის და იესო არ ლაპარაკობს დღეს ეკლესიაში. იესო გელაპარაკებათ ბიბლიიდან.
მათედან, მარკოზიდან, ლუკადან, იოანედან და მისი მოციქულები საქმე მოციქულიდან. მერე მისი ერთ-ერთი საყვარელი მოციქული რო გახდა შემდეგ პავლე. მერე მისი მოციქული კიდეთ საყვარელი მოწაფე იოანე და იაკობი, პეტრე. აი ესენი წაიგითხეთ. ყველაფერი თქვენშია ყველაფერი შესაძლებელი. მაგალითად, ერთი ასეთი ქართული ფილმი არის მაციხვეტია. ყველა ქართველს მე მგონი ეს ნანახი იქნება და თუ არა გაქვთ არაფერი ჩემს მიერ დაწუნებული თქვენ არ იქნებით. მაციხვეტიაში არის ადგილი. როდესაც დაჭრილი ერთ-ერთი აბრაგი, ახსოვთ ალბათ აბრაგი დაიჭერება დოდო აბაშიძის გმირი, მას მაციხვეტიას ერთგულება სიყვარული იმაში გამოამჟღავნა, რომ თავისი საცოლე საყვარელი ქალი დაახმარა მას. ამ ქართველს კიდე ამ რა ქვია, ამ აბრაგს მარშანიას თუ მარღანიას, ომარ მარღანიას, ასე ქვია ამ გმირს თამაშობს დოდო აბაშიძე, შეუყვარდება ეს და ბუნებრივიც არის, გატყეურებულ კაცს არასდროს ქალთან ურთიერთობა არ ქონია, სვანეთში იმდენ კაცებში, მოგეხსენებათ მანდ ეთიკა ვიცით როგორია, უვლის ქალი და წარმოსადეგი ლამაზი ახალგაზრდა ქალი. ნებისმიერი ადამიანი უკვე რაღაც გრძნობა გაუჩნდებოდა. მაგრამ ამ გრძნობამ არ უნდა გადახაზოს ვაჟკაცობა, არ უნდა გადახაზოს რაინდობა, არ უნდა გადახაზოს ის, რასაც ქვია სიტყვის მიცემა და მეგობრობა. მაციხვეტიამ გაამარჯვებინა ომში, მოიგერიეს ეს დაჭრილი კაცი, დაახმარა ცოლი. ეს უდიდესი პატივისცემაა, როცა ადამიანი ცოლს დაგახმარებს ამ საქმეში. ქართულ ზნეობაში, იმაში ცნობიერებაში ეს დიდ პატივად აღიქმება, როცა ცოლი გემსახურებად რო გამოვა სუფრაზე. მუსულმანები პირიქით მალავენ ქალს და ეს შეურაცხყოფაა, მაგრამ ქართველებში ეს არის, თუ გინდათ რომ პატივი სცეთ სტუმარს, აბა ცოლი დგება, ემსახურება და რაღაც თავს იდაბლებს კაცი ამ ხრივ, ამით ამჟღავნებს რომ სტუმარი ჩემთვის ძვირფასი არის. ეს მაგ ფილმშიც ჩანს და მაციხვეტიაც ქართველია და არ ღალატობს ამ ჩვევას. დაჭრილ მეგობარს ამხანაგს, მით უმეტეს ეს ვაჟკაცი კაცი არის, შეაშველებს და დატოვებს თვითონ წავა აი უმეთაუროდ ხალხი როა აბარაგები დარჩენილი. წესრიგია საჭირო და აქ ვერ ჩაასრებს თავის მეგობარს იკლავენ. ხო, შეუყვარდა რა ეს გოგონა, მოგეხსენებათ, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ჩაიგდოს ხელში. და უკვე ისეთ დონეზეა გასული და აჭერინა თავისი მეგობარი ერთგული, რომელსაც გაამარჯვებინა მაციხვეტია და გასაყიდად მიაპოწიალებენ თურქეთში. ეს გოგონა კი უნდა დაიჭეროს ჯვარი და ელოდება მღვდელს. ამ პრობლემასთან ახლოს დგას ერთი მეგობარიც, ცალთვალა კაცი, იცით ეს თქვენ, ხვიჩა ქვია მას და თანაუგრძნობს ამ ქალს. ამაში ადამიანი არის ამ ხვიჩაში და არ მოსწონს ამ მეთაურის ასეთი აღვირახსნელი თავისუფლება, რაც გინდა გაისწორო. საღად არის მაშინ პატივისცემა სხვა ადამიანებისა ხომ? პატარა დიქტატორი ყველა ადამიანში ძევს მეგობრებო და ნებისმიერ სიტუაციაში იჩენს თავს. ქრისტე სწორედ იმიტომ გვჭირდება ჩვენ, რომ ჩვენში ჩაკლას დიქტატურა და ცოტა თავი დაგვამდაბლებინოს. ჩვენი ხვიჩიაც ამ ქალს ეუბნება. ჭამე საჭმელი და შენ მაგას მირჩევო? მე მაცის უღალატებ, ესე მიცნობ მეო? ამაზე როგორ დავქორწინდები მოსინჯა ხვიჩამ? ვერაფრით ვერ ეხმარება. რაკიღა დარწმუნდა ქალის ერთგულებაში მაცის მიმართ, ასეთ რამეს ეუბნება. მარტო მოვაწყობ ისე მარტო დაგტოვებთ და შენს გარდა ეხლა აღარავინ არ არის შენი მხსნელი. აი ეს მაგალითი იმიტომ დამჭირდა ამდენ ხარ აქამდე მოსულიყავი. შენს გარდა აღარავინ აღარ არის შენი მხსნელი, ეუბნება ქალს და ყველა ისე გამოაწყობს ხვიჩა, რომ ყველას მოაშორებს აი აბრაგებს. გავადა იტყვის რომ ისე შესახურს და ჩვენი ომარიო რომ ვეღარ ითმესო და შეეგებეთ მღვდელსო. აიყრება ყველა წავა, მარტო დარჩებიან ეს და მღვდელი რო შემოდის, ომარ მარღანია, მკვდარია განგმირული, ხვდებით რომ ქალმა გააკეთა ეს. აი ეს ადგილი იმიტომ მოვიტანე რომ ქალში მართლაც არის პერიოდი, როცა ჩვენს გარდა მხსნელი აღარავინ აღარ არის. მეგობრებო, ქრისტიანობაც სწორედ ამ კუთხეში არის, როცა ქრისტე მოვიდა გითხრა, მე თქვენ გადაგარჩინეთ, მაგრამ მიღება თქვენს გარდა არავის არ შეუძლია. თქვენ უნდა უშველოთ თქვენ თავს, რომ მიმიღებთ თუ არა მე, როგორც თქვენს მხსნელს და უფალს და არ გააბატონოთ სხვა ვინმე ქრისტეს გარდა. მართლაც ვინც ეს გაიგო და ისწავლა, ამ ცხოვრებაშიც ელემენტარულად მოაწესრიგა რაღაცა და იქითაც გარანტია სპირდება ღმერთი. ეს არის ჩვენი დოკუმენტი, რომელიც მოწოდებულია
ღმერთის სიტყვა რო ქვია და ეს ლიტონის სიტყვა არ არის. დიდი მნიშვნელობა გამას ვინ იტყვის? თუ ურწმუნო კაცი ლაპარაკობ, ამას გეთანხმებით, არავინ არ დაიჯერებს. მით უმეტეს კაცი, რომელიც ადრე აკებეში იყო, მერე რაღაცა დღეს კიდე სარფიანი ხელობად გახადეს ეს, დაამთავრეს რაღაცა სემინარები 4 კურსიანი, 4 წლიანი, შეცვდნენ იქა, აბა ამკტორის გაპატიოსნება, აბა ამაში ფული, აბა დაქორწინებაში, აბა ეხლა თუ არ დაქორწინებით ჯოჯოხეში წახვალ და საერთოდ რელიგია გადააქცეს დიქტატურად. იცი რა, მოკვდები, აი ცირას გიზამთ მე თქვენ, აი ჯოჯოხეში წახვალ, ჯოჯოხე. ქრისტე არ მოსულა ჯოჯოხეთის შესაშინებლად. ქრისტემ თქვა: მე თქვენ გამოგიყვანეთ იმ გაჭირვებისაგან, რომელსაც ცოდვა ქვია და დაგაბრუნეთ ღმერთთან. ეხლა ინდივიდუალურად ყველა შეუძლია. პატარა წაისაუბროს, ბიბლია აიღოს, წაიკითხოს, ღმერთს დაელაპარაკოს, ილუღლუღოს, ისაუბროს, ლოცვა ეგარი და არ ჭირდება წინ და უკან სიარული, აგრესია, არიქა, მღვდელი, მღვდელმა თუ არ გვაკითხაი. რა მღვდელი, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ქართველები გაუბედურებული ხელობათ რო გაიხადეს მღვდლობა ახლა. მაგან რანათელი უნდა მოგცეთ, რა ვიცი, ფარისევლებზე უკეთესი ხალხია ეგ, რომელიც ქრისტეს დახვდა და გააკრიტიკა. აქ გაუცებული იყო ხალხი, ელოდებოდნენ მესიას, რომელიც რომს ჩამოაგდებდა ტახტი და ისრაელს დაუბრუნდებდა ამ დამოუკიდებლობას. ქრისტემ ეს არ გააკეთა. გაუცდნენ, იმიტომ რომ მისი ამოცანა იყო ცოდვის გამოსყიდვა და რომელიც მისთვის ადამიანი იყო წარმართი, მაგრამ მისი გაჩენილი. აბა ახლა რომელიც სხვა ის ყავდა ღმერთი? აი ეს ვერ გაიგეს ადგილობრივმა ხალხმა და ისეთმა ხალხმა გააკრა ჯვარზე, რომლებიც წინადღით მხილველები იყვნენ ლაზარის აღდგენებისა. მხილველები იყვნენ ქორევი ქალს ერთადერთი შვილი რო უკვდება იმას რო აცოცხლებს. ეს ყველაფერი ნახა ამ ხალხმა. ეს ტყუილი არ არის. ეს არის ლიტერატურა. ლიტერატურა სხვა რამეა. ლიტერატურული გმირები და ლიტერატურული მწერლები სამყაროს არ ცვლიან. და არც ერთი მწერალი არ არის მსოფლიოში, რომ მისი დღესასწაული მსოფლიო მიზეიმოს ერთდროულად. მაგრამ ქრისტეს აღდგომას და შობას მთელი წარმართული და არაწარმართული სამყარო ზეიმობს. და თუ ირანი არ ზეიმობს, ეკონომიკურად მაინც აზეიმებენ. გაჩერებულია ყველაფერი მაგ დროს და კომუნიკაცია ეკონომიკური შეჩერებული არის. გინდა არ გინდა გაზეიმებენ. ასე იყო თურქეთშიც რო ვიყავი მე და ვნახე იქა. ეს ჩემთვის დიდი სასწაულია და დავინტერესდი ვინ არის ეს პიროვნება. ამიტომ დედამიწაზე ადამიანის ფორმით თუ არის, ადამიანი თუ იტყვით, ვინ არის დიდი პიროვნება? დიდი არ არის ამაზე რაღაცა მკითხაობა, რომ განათლებულმა ელემენტარულმა კაცმა თქვას, რომ ეს იყო იესო ქრისტე, რომელსაც სამყარო შეცვალა. სამყარო შეცვალა წელთაღრიცხვით. ეს იყო ერთი, ვინც ამდენი არარსებული, შეიძლება არარსებულზე წიგნები წერებოდეს. გადახედეთ მარტო რამდენია დაწერილი იმაზე, რომ ღმერთი არ არის. თუ არ არის, რა წიგნებს აწერ? ესე იგი არის. არასოდეს არ წერენ იმაზე, რაც არ არის. ესე იგი, კაცი აღირებულია, გაღიზიანებულია და არ გამაგონოთ რო არის. არ გამაგონოთ, არ მინდა ვიცოდე რო არის. შემდეგ არარსებულზე ხო ამდენი წერია ქრისტეს არარსებაზე. ეხლა თქვენ ნახეთ 10 ჯერ მეტი არის იმაზე, რომ ქრისტე იყო. ახლა გადავხედოთ სახვით ხელოვნებას. არ არსებობს ნაწარმოები ქრისტეს სახელს არ უკავშირდებოდეს. გადავხედოთ ლექსიკონს. არ არსებობს დასახელება მეცნიერებისა, რომ ლოგოსი არ ფიგურირებდეს. ფილოლოგია, მეტეოროლოგია, მინერალოგია, იხტიოლოგია, ანთროპოლოგია, არქეოლოგია და ასე შემდეგ. ეს ლოგოსი ქრისტე სახარებაში გვეუბნება, რომ მაცხოვარია. უამრავ სხვა მე დეტალები მე არ მაქვს და არ მინდა თავი შეგაწყინოთ. ეს არის ინდივიდუალური საკითხი და მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ადამიანში არის თქვენს გარდა მხსნელი აღარავინ აღარ არის. ან თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ ქრისტე არის და არის ღმერთი, ან არა და ვარი უნდა უთხრათ.